გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ნათლისღებას გილოცავთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით. უფალი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, ეს იქნება ჩემი სურვილი. ამ დროიდან ინტერაქტივში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 შეგახსენებთ, რომ ეს პირდაპირ ეთერია და ნებისმიერი შეხედულების მქონე მოქალაქეებისთვის ღია ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერი. მე უნდა დავსვა დღეს ასეთი ძალიან საინტერესო შეკითხვა. სოციალური ქსელების მეშვეობით და ზოგიერთი ტელევიზიით მოვისმინეთ ხელისუფლების მხარდამჭერი სახეების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში ფასების გაიაფება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ იწყებს ამ თემაზე მუშაობას და სპეციალურ კომისიას ქმნის. სურს გადავამოწმოთ, რეალურად გაძვირდა თუ გაიაფდა ფასები ბოლო პერიოდში. როგორი იქნება თქვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით? გაიაფდა თუ გაძვირდა? და სწორედ ეს ბოლო კვირებს უკავშირდება ეს შეკითხვა. 557 88 55 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერია. პირადად ჩემს დაკვირვებასაც გაგიზიარებთ თუ შეიძლება, რაც მე ვნახე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს იყო, ვთქვათ, გაძვირება, მაგალითად, სხვადასხვა პროდუქტის კვერცხი, მაგალითად. თამბაქოს ფასი გაიზარდა კვლავ და სხვადასხვა მიმართულებით. გაიაფებული. სამწუხაროდ მე არაფერი მინახავს. თქვენ რა სიტყვით? პირველადი მოხმარების საგნებზე ან არა მხოლოდ პირველადის ბოლო დროს დაიწყო თუ არა ფასების გაიაფება. რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ არაადეკვატური ფასებია საქართველოში და სხვათა შორის სწორედ ობიექტივის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ დაინახა ეს თემა. იმდენი გადაცემა მოვამზადეთ ერთად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მაყურებლები და რადიო მსმენელები, იმდენი ვიჩხუბეთ, იმდენი პროტესტი გქონდა ამ თემასთან დაკავშირებით და სხვა არც ერთი არხი ამაზე არ ლაპარაკობდა და მეთანხმებით იშვიათი გამონაკლისების გარდა. აი ასეთი ინტენსივობით და ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ კი, ძვირია ფასები და სურს ამის შემსუბუქება და მივესალმებით. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ რეალურ შედეგს დავინახავთ. აქვე უნდა შეგახსენოთ, მე ერთ-ერთ წინა გადაცემაშიც აღვნიშნე, რომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დისტრიბუციის ზოლშია უსამართლო მანიპულაციები, რაც აძვირებს ფასებს. და სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის და გამოიძიებს. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ჩვენ ჯერ არავინ არ დაგვკავშირებია ფასების შემცირების თემაზე სახელმწიფო კომისიიდან აბსოლუტურად არავინ, ანუ ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ამ ფონზე კი ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ უკვე იაფდება ყველაფერი და უკვე ფასები იკლებს. გადავამოწმოთ ეს ყველაფერი. რას იტყვის ხალხი? იაფდება თუ ძვირდება ბოლო დროს პროდუქტი თუ სხვადასხვა გადასახადები. პირველი ზარია გისმენთ? გამარჯობა. გილოცავთ ნათლისღებას. მეც გილოცავთ. დიდი მადლობა თქვენ. ეს რაც ვაძინე თუ მალაპარაკებ. დიახ. ყველაფერი გაძვირდა. ყველაფერი. აი ბოლო ერთ კვირაშიც გაგრძელდა ეს გაძვირება ან ორ კვირაში? ყველაფერი, პური, სიგარეტი, ყველაფერი გაძვირდა. ეს ერთი მაგათი პური. ავტომობილის პური. გინება შეიძლება? დიახ, არა, გინება არ შეიძლება ეთერში. კაი, მაშინაშე ამაში დედას, კაი. კარგით, არ გინება. ახლა მეორე. ხოვნა რო ეს თქვენ ალიანსა გასულ თქვენ მაინც თქვათ. გენერალი მდივანი რას ნიშნავს? ბატონო? გენერალური მდივანი, ყავს, ხო? დიახ. რას ნიშნავს? არის, ვინ არის? გენერალური მდივანი ძირითადად ნიშნავს მეორე პიროვნებას სხვადასხვა დაწესებულებებში. მართალია, ახლა მისმენთ, ვინ არის და რას აკეთებს მე? ნუ აღმასრულებელი ფუნქცია აქვს ალბათ ძირითადად. არაფერს არ აკეთებს, ყველა იგებს ხელფას. ფასია. კეთილი, გავიგეთ თქვენი სათქმელი. არ ვიცი, მთავრობას გენერალური მდივანი არ ყავს, ეს უფრო პარტიებში და კერძო ტიპის ორგანიზაციებშია ხოლმე. არ ვიცი, თქვენ რას გულისხმობდით, ვერ გავიგეთ. ალბათ ქართულ ოცნებას ყავს გენერალური მდივანი.
გავიგე, მაგრამ ასე ვთქვათ, პარტიის გენერალური მდივანი ვერანაირ ქმედით რეაგირებას, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ამის თქმა მინდა. გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ. ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში ასეთია, ბოლო დროს მან შემდეგ რაც ხელისუფლებამ თქვა რომ ვიწყებთ ფასების გაიაფებაზე მუშაობას, შეიცვალა თუ არა რამე, გაიაფთა თუ არა პროდუქცია. აი ეს კითხვა გვაქვს, იმიტომ გადავწყვიტეთ ამ თემის შემოტანა ინტერაქტივში, რომ ძალიან ბევრი განცხადება შეგვხვდა სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც ამბობენ, რომ აი უკვე დაიწყო გაიაფება, უკვე აი როგორი კარგი ფასები გვაქვს. რეალობაა ეს თუ არა? და ამას სწორედ ხელისუფლების წევრები, უпростоრად მხარდამჭერები ამბობენ, ასე ხელისუფლების მხრიდან ტყუილს არ ვიტყვი, ღიად არ ყოფილა განცხადება, რომ ფასები უკვე გაიაფთაო. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია შვილო, ნათლიღებას გილოცა. მეც გილოცავთ. მეგნიერი იყავით ჩემო შვილო და წარმატებული. დიდი მადლობა, მეც გილოცავთ. ეხლა რისი თქმა მინდა შვილო. ესენი გამოდიან შეგნებულად და ხალხში ესე მithქმა მოთქმას აკეთებენ, რომ აი ხალხში ვითომ ავტორიტეტი დაიმსახურონ, აი ჩვენ ემას უგზნოთ. იმიტომ რომ გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ ვითომ ფასები დააკვირდებოდა და უფრო აიცია და აიცია. ესე იგი, კაი კაცის როლი ითამაშა, ეგრე გამოვიდა. მაგრამ ხალხი რეალობას ხედავს. მე მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს. ბიზნესებს ვერ დააკლებინებს, იმიტომ რომ მაგათია ბიზნესი და ყველაფერი. ჩვენ ეს მოსახლეობა ვიცით. მე მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს. რა გინდათ ბატონო პრემიერო და ბიზნა ივანიშვილი. ჩვენი დახოცვა გინდათ, კაცო? პენსიები ნორმალური არ არის, სოციალურები ნორმალური არ არის, ხელფასები ნორმალური არ არის. არაფერი რა გინდათ, რისკის მოგიყვანათ მოსახლეობამ, იმიტომ რომ მარტო თქვენი ყვეთ კარგად და თქვენი ცხოვრება კუპუნებით იყვეს. ჩვენ შადოები არა ვართ, სადამდე, როდემდე, სადამდე უნდა იწმინოს მოსახლეობა. არ ცხენია. მადლობა ზარისთვის ქალბატონო. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 558-88-55-88. ზოგიერთი მაყურებელი ალბათ თუ რადიო მსმენელი გვეტყვის, რომ ორ კვირაში როგორ გაიაფდებოდა რამე. ვაცალოთ ბატონო და დაველოდოთ შედეგებს და კი, ამაში მოყვებით, ვინც ასეთ შენიშვნას მოგცემდით, თქვათ გადაცემაში. მაგრამ ვინაიდან უკვე კეთდება განცხადებები სოციალური ქსელით ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერების მიერ, რომ ფასები უკვე გაიაფთა, სწორედ ამის გადამოწმება გვინდა. ჩვენ და სწორედ ამიტომ ვსვამთ ინტერაქტივში ამ შეკითხვას დღეს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ილია. გამარჯობა. თქვენც ასევე. მადლობა დიდი. ილია, ზოგადად ფაქტები გაიგდა. არაფერი არ დაგეღია ფასები. ფიზიკი, ახლა აი ეუბნება გამოსდეთო. ნადეღლავი. შევედი, ტურისტინა, ლარნახევრად. შევედი და ლარი და 85 გიგა. რა გაიოფთა ყველაფერი გაზიდა. მაგდაბელავის გაზიდა. ყველაფერი გაზიდა. რა უნდა მოხდება. რა უნდა გავაგატი გადავატე ეგერ მინარია ნახე. აბა ხალხი თქმა თუმცა საჭიროა და პური არა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გჯერათ თუ არა საერთოდ რომ შექმნილი კომისია, რომელმაც ხელისუფლებამ აი ფასების შესასწავლად შექმნა, რაიმე შედეგიან ნაყოფიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვიგრძნობთ ჩვენ საზოგადოება, რომ ფასები ნამდვილად გაიაფთა. აი ეს კითხვაც მექნება. ელოდებით რომ შემცირდება ფასები ამ კომისიის მუშაობის შედეგად. ჩვენ ვხედავთ, რომ იანვრიდან გადასახადები გაზარდა ხელისუფლებამ. თუ ფასები შემცირება უნდათ, გადასახადებს რაღაცომ გვიზრდიდნენ. აი მაგალითად კვერცხი უკვე გაძვირდა. თამბაქო უკვე გაძვირდა. კარგით, ვიღაც იტყვის, რომ ეს თამბაქო არ არის სასარგებლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ნუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას და მოგყვებით ამაში. თამბაქო ცუდია. მაგრამ ფასის გაზრდის გამო არავინ არ შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას სამწუხაროდ. აქ პროპაგანდა უნდა გასწიოს სახელმწიფომ, რომ ცუდია ეს და არ მოიხმაროთ და არ შეიძინოთ. ფასის გაზრდით კი არა. ზარია ეთერში, გისმენთ რა სიტყვით? რა სიტყვი და ერთი რაღაცა მაინტერესებს ძალიან. დიახ. ასე ორჯერ გამოვედი ეთერში, საერთოდ ძალიან მიჭირს ხოლმე, რა ვიცი. ხო და ერთი რაღაცა გთხოვეთ, რომ რუკა გააკეთეთ მეთქი უბრალო რუკა და იმ რუკაზე შემოხაზეთ ის ადგილები, სადაც
საზღვარგარეთის მოქალაქეს ვინმეს ნაყიდი აქვს. აი ბატონო ჩემო, არ გათიშოთ, მე გპასუხობ. არა, გპასუხობთ ჩემო ბატონო, ჩვენ სრული სურათი უნდა გქონდეს. ყველა სოფლიდან და ყველა წერტილიდან ქვეყნისა უნდა მივიღოთ ეს ცნობები. ახლა გვაქვს არასრული მონაცემები და მარტო ეს რომ დავიტანოთ რუკაზე, არ ასახავდეს იქნება ეს რეალობას. ამიტომ ვაგროვებთ ამ მონაცემებს და თქვენც თუ გაიგებთ რაიმე გაყიდული მიწის შესახებ უცხოელებზე, გვაცნობეთ და ეს რუკაც დამზადდება ნელ-ნელა. კაცო, ჩვენ სოფელში უკვე ირანინელი ცხოვრობს. რომელი სოფელია, რომელი რაიონია? მისაქციელი. მისაქციელი. კეთილი, მისაქციელ ცალკე შევისწავლეთ. ერთი რამე კიდე ამ ფასებთან დაკავშირებით. დიახ. დედაჩემი უსწავლელი ქალი იყო კაცო, მაგრამ იტყოდა ხოლმე რომ უჯოხო უძაღლო ნახეს სოფელი უჯოხო დავიარებიო, გამიგეთ? დიახ. აი ფასებთან დაკავშირებით ეგრეა. მთავრობამ ნახა რომ ყურადღებას არავინ არ აქცევს და აკეთებენ იმას, რაც უნდათ. აი ეგ არის. არა, აი ხალხი ღონახე რომ ცოტა ხალხი გამოვიდა. არ გამოვიდა იმდენი, რაც საჭირო იყო. აბა მთელი ხალხი გამოსულიყო. პატრიოტ ალიანსის დაბადებიდანა მაგათი სავარ მე და ეგრე დავრჩი. მარტო ერთხელა მაგ მიცემული ხმა ივანიშვილისთვის პირველად რომ მოვიდა. დიახ, მაშინ პატრიოტთა ალიანსი როგორც პარტია არ არსებობდა, დიახ. მაშინ არ არსებობდა, მაგრამ მე მაინც თქვენი მხარდამჭერი ვიყავი. დიდი მადლობა ჩემო ბატონო. მიტინგებზე 100,000 კაცი ხალხს რო აკუჩებდით, მაგრამ რა გამოვიდა? მადლობა თქვენ. გაიწიე მე. გერზე რო გაიწიე, სხვა დაიჭირა ის ადგილი რა თუნო აღარ. აი მაინტერესებს. ძალიანა რო რუკა გამაატარეთ ეკრანზე, რო ხალხმა გაიგოს. მადლობა დიდი. ვიმეორებ რომ რუკაზე მუშაობა ასე ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია, ერთ დღეში გაკეთება ან გინდათ ერთ კვირაში. საქართველოს ყველა წერტილიდან უნდა გქონდეს სანდო დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ეს რუკა თუ კი მომზადდება საბოლოოდ ასახავდეს რეალობას. ეს არის მთავარი მიზანი, რასაკვირველია, რომ იქ შეცდომით რამე არ დავიტანოთ, ან რამე არ გამოვტოვოთ და ერთმანეთი არ შევიყვანოთ შეცდომაში ამ რუკის საფუძველზე. ბოლო პერიოდში შემცირდა თუ გაიზარდა ფასები ამ შეკითხვას ვსვამთ, ხელისუფლების მხარდამჭერები აქტიურად წერენ ინტერნეტში, რომ აი გაიაფება უკვე დაწყებულია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? რეალობაა თუ არა ეს ყველაფერი და გაძვირებას უფრო ხედავთ თუ ფასების შემცირებას. ბოლო კვირებში განსაკუთრებით ეს მინდა კითხვის სახით დავსვა. აგრეთვე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეოებიც გავრცელდა. სხვადასხვა მაღაზიები, იცით თქვენ რომ საახალწლოდ ფასდაკლებებს აცხადებენ სხვადასხვა პროდუქციაზე, ეს გეგმიურად ყოველ წელს ასე ხდება. აი ამ ფასდაკლებებს იღებდნენ კონკრეტული ავტორები და Facebook-ში დებდნენ, რომ აი ეს ფასები გააიაფა სახელმწიფოს განცხადებამ. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებითაც? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციამ, დისტრიბუტორებმა განაცხადეს, რომ ჩვენთან ამ ეტაპზე არავის არ მოუმართავს ფასების შემცირების თემაზე და ხელისუფლება ხაზს უსვამდა, რომ ფასები იმიტომ ძვირდება დისტრიბუტორთა შუამავლობით ხდება ეს ყველაფერი და იქ არის არა საიმედო და არა თქვათ ჯანსაღი პროცესები წარმართული. ზარია ეთერში, აქვე ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს და რაღაც მოლოდინი შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვნახოთ, ვის შეიწყალებს და რამდენ პატიმარს ბატონი პრეზიდენტი ესეც ინფორმაციის სახით. ზარია, დღეს უნდა მოხდეს ეს. გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ გთხოვთ. კარგით, არ არის კავშირი, გთხოვთ მე ტელევიზორს გამოვურთოთ ხმა და ამის შემდეგ დაგვიკავშირდეთ 557 88 55 88. ეს არის დღეს ჩვენი თემა ფასებთან მიმართებაში ვიმეორებ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, ეთერში ხართ, დაიწყეთ. იბატონო. რო დადის კობახიზე და ფასების დაკლებაზე ლაპარაკობს.
ერთი მაინტერესებს. იმ გააძირა ჯარიმები 10 მაგად და 20 მაგადი. დიახ, გადასახადები გაზარდეს. რატო არა ფიქრობს მაგას? დიახ. ყობახიძე გაძირებულია. თავად გაძირებულია ყველაფერი. დიახ. რატაია საბატადი გადაადა გახვალ ორ მაგ ფასები აგიდე. მოება და ფასები გასაღებად ყველაფერს. დიახ. მადლობა თქვენს არესთვის საახალწლოდ, ანუ იანვრიდან აქციზურ მარკაზე და სხვადასხვა მიმართულებით იზრდება გადასახადები, იზრდება შესაბამისად ფასებიც და ხელისუფლებას თუ ნამდვილად სურდა გულწრფელად რომ ფასები დაეკლო, ეს არ უნდა გაეკეთებინა. მესმის მათ ბიუჯეტის გაზრდა უნდათ. მაგრამ ბიუჯეტის გაზრდის ალბათ სხვა გზები უნდა გამონახონ და არა მაინც და მაინც ის რომ ჩვენ კიდევ უფრო გაგვიძვირონ ცხოვრება. აი ახლა საკმაოდ ცივი ზამთარი დადგა, პირველი თოვლი მოვიდა ამ დღეებში თბილისში. ცივა, კომუნალურების ხარჯი იზრდება, ამავდროულად ფასებიც იზრდება. აი როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამის გააზრება უჭირთ ყოველთვის ხელისუფლებებს. მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე არ ვიტყვი ის წინაც ისეთივე იყო, უფრო წინაც იგივენაირად მოქმედებდა. არ ესმით ხალხის, არა. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. იცი რა არის? უბრალოდ ეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სუტყუილი ჩემო კარგო. ეს საიდან იგონებენ? ადრეც იყო, როდესაც საბანკო იმერზე ჩვენ დავაკლებთო ამ ხელა ისინი ვალიუტა მომატებული იყო. სუტყუილი იყო. ხალხს შეპირდებია და მეორე და ცხარ შეატანენ ყველაფერი. ჩემო კარგო, ეს არის მოგონილი. იცი რა არის? შევალთ ეხლა მაღაზიებში 2 ნაბიჯია, 4 ნაბიჯია, 5 ნაბიჯია, ეს მაგნიტია. წაშლიან იმ ფასებს, რომელიც არის ეგ ფასები, მაგრამ ვითომ შეცვლილი არის, აი მაგით მოატყუებენ ხალხსა და ვითომ დაიკლო, გამიგეთ რა ხდება. ეს სიტყვილია, ვინ უნდა დააკლო, შედალოს რომ თვითონ კრიშავენ ყველაფერს. სულ ყველაფერი, ეს პროდუქტი ზოგს შემოაქვს ციციბურა, პეტრეს, ის შემოაქვს პავლეს და ყველა თავისი პატრონი ხარ. თუ ესენი დააძალებენ რომ ესენი გაიაბდეს, მაგრამ ესენი ეტყვიან მე რომ ეს დეგეგ მოგვიხსენი ეს და დაბრიკელ ესენი და მე გავაიაფებთო. დიახ. თავისთავად ეს ტყუილი იქნება, ვერაფერს ვერ დააკლებს, გენაცვალე. ეს ეგრე აიწყო ყველაფერი, ეგრე აიწყო რა. ზედმეტია არავინ არაფრის დამკლები არ არის. მთავრობა კიდე ხედავს 4 ლარის რო გახდეს საწოვი, ეს მანქანები არ აჩერდება, კაცო, ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება, მაგრამ რატო არ აჩერდა? გინახეთ რომ რამე გაჩერდეს ქუჩაში. ემატება და მე ემატება ეს ხელა ფასები არის ეს. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ. გავიგეთ რისი თქმაც გნებავდათ აფთიაქებთან დაკავშირებით მედიკამენტების გაიაფებაზე ჩვენ ადრეც მოვისმინეთ განცხადება და რაღაც პერიოდით მცირე ხნით იყო შედეგები, ახლა არ ვიტყვი სიცრუეს და ტყუილს. ნამდვილად იყო მცირე პერიოდით, მაგრამ შემდეგ ისევ გაგრძელდა. ჩვენ ვხედავთ ყველაზე უსამართლო საბანკო პროცენტებს საქართველოში. არც ერთ ქვეყანაში, აი, დაჟინებით გეუბნებით, აფრიკულ ყველაზე ღარიბ ქვეყნებში იქნება თუ დასავლეთის ყველაზე მდიდარ ქვეყნებში, არსად ასეთი მაღალი არ არის საბანკო პროცენტები, როგორც ჩვენთან არის. ხომ შეუძლია ეროვნულ ბანკს, რომ ეს პროცენტები მაინც შეამციროს. ბანკები სუფთა მოგების სახით მილიარდებს შეულობენ ყოველწლიურად. სუფთა მოგება მილიარდი ლარი აქვს ზოგიერთ ბანკს. ზარია ეთერში გისმენთ და ამ ფონზე სხვათა შორის ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა, ახლა არჩევნები მორჩენილია და დადიან და ყველას აჯარიმებენ, მაგალითად საკუთარ სახლთან და ფანჯარასთან თუ მანქანას გააჩერებს ამის გამოც კი. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. ფასებთან დაკავშირებით ამას ხალხინაც პროპორცია ეს ორდონორი აქტივიტეტი. ხმამაღლა ისაუბრეთ, ცუდად ისმის. ის მე როგორ გამიაფებ პროდუქტს, როცა აგერბენს მიძვირებ. მე იმ მაღაზიაში რო შევდივარ, იმ სამაცივე პროდუქტს რო ვყიდულობ, იმას რო დენი აქვს გაძვირებული, იმას რო ერეგია გაძვირებული და ყველაფერს გადასახადი უნდა გადაიხადოს.
მე ის იმ სამაცივე პროდუქტს როგორ გამიიაფებ. აქ ხო ეს დედმეტია, აქ თვალშინათელ გვაყრიან და გვატყუებენ ეს ერთი. მეორეც კიდე საფთიაქო ქსელში შევიდა ვინმემ, შეიარა ვინმემ, გაიარა ვინმემ, საერთოდ იკითხა ფაქტები. კამალს რომელშიდაც 31 ლარ ნახევარს ვიხდიდი 15 აბში, ხო? ეხლა ვიხდი 34 ლარ. როგორ არის დაიაფებო? ქალბატონო, აი ცივი ზამთარი დადგა. კომუნალურებთან დაკავშირებით რამდენად მძიმე ტვირთია ეს გადასახადები, რაც ყველას გაგვეზარდა. უმეტეს პენსიონერებისათვის. მე და ჩემი მეუღლე ვარ სახში. მე პენსიონერი ვარ, კი ბატონო, მაგრამ ჩემი მეუღლე უპენსიოა. სიგარეტს ეწევა, წამალი პირდება, ყველაფერი, მაგრამ აქსიზიანია, უაქსიზოა, სიგარეტი გააორმაგა, გააოთხმაგა. ხა ის სულ რამდენიმე დღის წინ გაიზარდა ფასი. კიდევ იგეგმება ლარი და 20 თეთრით თუ 40 თეთრით გაზრდა უახლოეს მომავალში. კი ბატონო, ყველაფერი. მაგრამ მე მაინტერესებს კიდე პულთან დაკავშირებით. დიახ. შეხვალ აგრა მაღაზიაში სხვა ფასია. შეხვალ იქით მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქტი სხვა ფასია. რატომ ერთი და იგივე ქარხანა ამარაგებს, მაგრამ ამ მაღაზიაში ერთ ფასია, იმ მაღაზიაში ერთ ფასია. ყავს ვინმე კონტროლი. შუა ქუჩები აქვს დაკავებული პროდუქტით, შუა ქუჩები. გაიარო ნაგებ თამარაშვილის ქუჩაზე ნახალოვკაში. შუა ქუჩები აქვს პროდუქტ დაკავებული. მე როცა ბავშვი მიმყავს საბავშვო ცენტრში ან სადღაცა გავდივარ, ქუჩაში გამოვდივარ პენსიონერი ხალი, რომელიც ძლის დავდივარ ფეხზე, ხო? აგერ პროდუქტის სავსე ქუჩა არის, მაღაზია არ ყოფნით ამ ხალხს. მადლობთ. გავიგეთ თქვენი სათქმელი. დაკავებულია ქუჩები მთლიანად და უნდა გადმოვიდეთ ტრასაზე. ის მანქანა ანამერიდება, ან დამარცხავს. იმ კაცსაც ვაბოროტებ და ჩემ თავსაც ვაბოროტებ. მადლობთ ქალბატონო, გავიგეთ თქვენი კონტროლი რამე ეს, არაფერს არ ყავს კონტროლი. ასე რომ დედა ბოდიში ჟარგონისთვის დედა გვაქვს ნაპირები ქართველებს, რაც უნდა არაბებთან კავშირი გაიაროს ეროვანში ეგერ. არაბები სარწია, რაც უნდა მაგას კონტროლი, რაც უნდა მაგას რუპის შექმნა. გაიარო ნატახტარი უცხოელებს აქვს დაკავებული, ხო ივანიშვილის არის მთელი ის და ნატახტარი. გაიაროს და ნახოს აბა რამდენ უცხოელს აქვს მიწა ნაყიდი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობთ, გავიგეთ მთავარი სათქმელი, ბევრი ზარი შემოდის და მაინც ვცდილობთ რომ მოკლედ ვისაუბროთ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. რა შეხედავთ გამოსავალს, ესეც გვეკითხვა იყოს, მოდით მხოლოდ საუბრით და მსჯელობით შედეგს ალბათ ნაკლებად მივაღწევთ. ხელისუფლების მხარდამჭერები ძალიან გახშირებულია ეს, წერენ ინტერნეტში რომ ფასები უკვე გაიაფთა საქართველოში და მომავალში უფრო მეტად გაიაფთება. თქვენ როგორ შეაფასებთ? ნამდვილად გაიაფთა თუ არა? გადამოწმებას ვცდილობთ ამ ინტერნეტში ხშირად გაკეთებული განცხადებებისა მთავრობის მომხრეების მხრიდან. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, მოგესალმებით შვილოვია. მოგესალმებით. ამფერი ანდაზა. არაფერი არ გაიაფთა? თურმე ვირით უბერდა. რომ არ შეეძლო, მაინც კაჭკასთან ჩერდებოდა მიშოვილი იყო მასკაც. აი ხალხი ინფექციურებია მიშოვილი. 14 წელი ბაზარაზე ვარ, რატო? 14 წელი ყოველდღე წვილი მაჩნია, მე პროფესიონალი ვარ წვილები. რა გჯერავენ მაგაში? სერიოზული მოქმედება საჭირო. ხომხედავ ლაპარაკი აფერს არ აგექებს. აბა რა ვქნას ახლა? დემხუპეთ კაცი. კიდევ თუ გაგვიგვირენ პროდუქტები და რაღაცა მაშინ ან მაღაზიად გვინდა, ან ცხოვრებასაც გვინდა. დამთავრებულია ქართველების ცხოვრება. საქართველოს გარეშე ფორმულა და ასულებულია საქმე. მადლობთ ქალბატონო. ჩემი საქმელი აგია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ ვართ ნამდვილად კრიტიკული არხი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ თუ კი ისინი იტყვიან რაღაც კარგს, ჩვენ არ ვართ ისეთი გაბოროტებული ხალხი, რომ კარგზე ვთქვათ ცუდიაო.
აი ძალიან მომეწონა მე ის, რომ აი ჩვენი ერთად ბრძოლის შემდეგ ობიექტივის მაყურებლების წამყვანების იმდენი გადაცემა მოვამზადეთ ამ ფასებზე, რომ ხელისუფლების წევრები გამოვიდნენ და თქვეს, რომ კი, ნამდვილად არის ძვირი ფასები, შევქმნით სპეციალურ კომისიას და ამასთან დაკავშირებით რეაგირებას მოვახდენთ. მომეწონა მე ეს. ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოვიდა სხვათა შორის და მაინც ლანძღვა დაუწყო ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით. არა, ამაზე კარგ საქმეს თუ გააკეთებენ, არ შეიძლება გალანძღვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნაკლებად გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ამდენი მოტყუების შემდეგ შედეგი დადგება რაიმე. მაგრამ მაინც დაველოდოთ. მაინც იმედით ვიყოთ, რომ რაღაცას გააკეთებენ ამ კუთხით. ჯერ სულ რამდენიმე კვირა გავიდა ამ განცხადებიდან და ვთქვათ, ასე სწრაფად ეფექტი ალბათ ვერ მოხდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მომხრეები, განსაკუთრებით ეს პროპაგანდისტული სახეები, ცნობილი სახეები წერენ, რომ აი უკვე გაიაფთა ყველაფერი. და მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება. ინტერაქტივში დღეს ამიტომ ვსვამთ ასეთ შეკითხვას, რომ გადავამოწმოთ მათი ასეთი ხშირი განცხადებები. მართლა გაიაფთა თუ გაძვირდა რეალურად ბოლო პერიოდში ფასები. მორიგი ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ, გილოცავთ ნათლისღებას პირველ რიგში. კარგი ამბებს გილოცავთ თქვენ. მადლობა. ახლა ერთი მოკლედ გეტყვი რა. დიახ. რა იმაზე არის დაკლება ფასებზე. ერთადერთი სხვა ყველა სახელმწიფოს, რომელსაც რამე აქვს, იგი იქ ყველაფერი დაბალი ფასში აქვს. ჩვენთან ერთი რამეა. სხვა თვარაფერი. წყალს არ გვასმევენ, წყალს რაისთავრობა გვყავს, რაისთავრობა წყალს არ გვასმევენ, გინდა პარლამენტარი ვინმე ხონდა დააყენოს საკითხი, რომ ვეძო წყალი მაჯდება ლავიდან 2 ლავი წყალი როცა ღვინო ღირდა, ღვინო ჩვენსობა 60 წელი. 60 რეგდა ნამუსი ხონდა კონდეს ვინმე ჩამოაყენოს საკითხი, რომ წყალი მაჯდებალია, საქმეს არ გაწყვეტყვა. წყალს ვერ უძლებს, კაცია. მაგი მაინც გააკეთონ, რა იცი არის, რა ვინმე საკითხი დააყენოს, ვიღაცა მის პარლამენტარმა მაინც ამოდგას, ენამარა დაძღენ თვითონ და ჩვენ წყალს არ გვასმევენ. კაი ამბებს ისურვებს, სულდა გამოსწორებული იყოს ექვეყანა, გამოსწორებული იყოს. დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. წყალთან დაკავშირებით საინტერესო რომ ბრძანეთ, მე როგორც ჟურნალისტი სხვადასხვა კონფერენციებს ვესწრები ხოლმე უცხოეთში. უფრო ადრე მოგზაურობასაც ვახერხებდი ზოგიერთ ქვეყანაში და მაგალითად ირანში 20 თეთრი ღირდა წყალი რამდენიმე წლის წინ მაღაზიაში. აი ნახევარლიტრიანი წყალი რომ გადავიყვანოთ ქართულ ფულზე 20 თეთრი ღირდა. წყლის პრობლემა აქვს ირანს. ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა. მაგრამ აქ ლარი და ლარზე მეტიც კი ღირს ხშირ შემთხვევაში. სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც წყლის დეფიციტია, იქ ბევრად უფრო იაფია წყალიც და სხვა ყველა პროდუქტიც მაგალითად. და ჩვენთან რატომ ხდება ეს არ მესმის მე, ამას უნდა ჩაუღრმავდეს სახელმწიფო, გამოიკვლიოს, გამოიძიოს და აუკრძალოს ეს უსინდისობა ყველა სფეროში ბიზნესის მსხვილ ნაწილს და დამნაშავე ნაწილს ბიზნესისა. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი 557-88-55-88 ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვართ, ინტერაქტივს უსმენთ და უყურებთ, ხოლო ჩვენი შეკითხვა ასეთია: ბოლო პერიოდში შემცირდა თუ გაიზარდა ფასები? მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? დღემშვიდობისა, გამარჯობა. მე რა მიყვის იცი ახლა ფასებზე ლაპარაკობთ, გუშინ მაღაზიაში რა იაშკინოს პრიანიკებს აყიდო კოლექციად რა 5 ლარიკის 4.95 და ესეთივე პრიანიკები და პავედოს გარეშე ქართული წარმოების ის 4 და 5 და 50 გაბაში ეხლა უყურე ამას ჩამოტანა უნდა გამბაშება უნდა ესა სონდროს კიუთურენ მაგ იაშკინოს პრიანიკს რა ემართება რა ხდება ამ ხალხს ვერ გამიგეთ ამბაშება ამას რა გავლილი არაფერი იმისი არის ხოლმე გუში ათმა მანქანამ ზაგებში დისკები დაიწვია 4 დღეა აქტივია კანალიზაცია ერთადერთი გზა შემოვლითი გზა რომელიც
შეუერთო ყველა მცხოვრები გუნებია თბილისის შემოვლას გვიჩვენია რომ 1-7 კილომეტრის ხოდან დავიაროთ მე რა ვიცი ესენი იმია პროსა რატო აკეთებენ ეს ამოდინა ფული შემოდის მანი გავამბაჟეთ მანი 25,000 ლარი კაპიტია დიდი მადლობა გავიგეთ თქვენი საუბარი ცოტა პრობლემები იყო სმენადობის კუთხით მაგრამ მაინც გავიგეთ მთავარი მიმართულება ცივი ზამთარი დაგვიდგა პირველი თოვლი არის თბილისში რეგიონებში უფრო ადრეც იყო პირველი თოვლი და ამ ცივი ზამთრის ფონზე ელექტროენერგიის ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადები მოკლედ უფრო მეტი გადასახადი გვიწევს ამ კუთხით ამის თქმა მინდა და ეს რამდენად მძიმედ აწვება თქვენი ოჯახის ბიუჯეტს როდესაც ფასების შემცირება არ ჩანს აი ზარები რაც დავიწყეთ გადაცემისა ერთ ადამიანს არ უთქვამს რომ ფასები მართლა შემცირდა უკვე ანუ არ არის საქმე კარგად პირიქით გაძვირდა ფასები ყოველდღე რაღაცაზე გაზრდილი ფასი ხდება და სახელმწიფო ალბათ გულწრფელად მთელი გულით მოწადინებული რომ იყოს ფასები გაიაფთეს იანვრიდან გადასახადებს და აი გადასახადებს არ გაგვიზრდიდა ხალხს აი ამის თქმა მინდა ზუსტად გამოსავალზეც ვისაუბროთ რაში ხედავთ გამოსავალს შემგუებლობა ყველაფრის წაყრუება არაფერზე რეაგირების არ მოხდენა ეს უარესობისკენ მიგვაქანებს და რეაგირება ქმედება და ბრძოლა შვიდობიანი გზებით ყოველთვის შედეგიანია და აი ობიექტივის ინტერაქტივს ამ ერთ გადაცემას მხოლოდ შედეგი აქვს უკვე ჩვენი დამსახურება მაყურებლებთან რადიომსმენელებთან ერთად რომ ხელისუფლებამ დაინახა ფასების სიძვირე აქ ადრე ამბობდნენ არ არისო სიძვირეო ახლა დაინახეს მაინც ჩვენ დავანახეთ ასობით გადაცემა მოვამზადეთ ბოლო წლებში არ გავჩერებულ ვართ არც ერთი დღე და ეს ჩვენი გამარჯვებაა პირველი გამარჯვება აი ახლა უკვე შედეგია საქმე თუ შედეგებს დავინახავთ ეს 100-ჯერ მეტი გამარჯვება იქნება თუ მართლა გაიაფთება ფასები და გადასახადები ზარია ეთერში გამარჯვება გამარჯვება გისმენთ გთხოვთ დაიცადოთ ტელევიზორის ხმა ბრუნდებოდა ალბათ ეს არის პრობლემა ჩვენ ახალი მაყურებლები და რადიომსმენელები რომ გვიერთდებიან ხშირად მათთვის შეხსენება საჭიროა რომ ეთერში დაკავშირებისას ტელევიზორს ან რადიოს ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ ზარია ეთერში გამარჯობა ისაუბრეთ თქვენ ეთერში ხართ ხმა მაღლა და გარკვევით ძალიან გთხოვთ არის მის კარგად ყველაფერი ძვირია, საგრძნობლა ძვირია. დიახ. პენსიონერებს მართლა გაუჭირდა პენსიონერებს. მადლობა, გავიგეთ, ყველაფერი ძვირია, საგრძნობლა ძვირია. ძალიან გაუჭირდათ პენსიონერებს ეს ბრძანა ზარის ავტორმა, არ ვიცი ეთერში როგორ ისმოდა ხმა და ამიტომ გავიმეორე. 5-5-7 95-58 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ეს ინტერაქტივია ობიექტივის არხზე მორიგი ზარია გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა რა თემაა სულო მიქარი ერთი ვერ გვიყურებთ ტელევიზიით იმიტომ რომ ელექტროენერგია არ არის ქვეყნის ზოგიერთ წერტილში გვაწვდიან ცნობებს და ამიტომ გისვამთ შეკითხვას არა, ეს კუთხე შემოვედი და ვერ გავიგე რა საკითხია. კარგით, გაგიმეორებთ ხელისუფლების ცნობილი სახეები, პროპაგანდისტული სახეები, სოციალური ქსელებით უკვე აცხადებენ, რომ ფასებმა დაიწია ქვეყანაში, დასაწყისია ფასების დაწევისა, თქვენ როგორ აფასებთ? ნამდვილად გაიაფთა პროდუქტი თუ არა? ეს ყველაფერი რასაც ეგრე აღკატნენ, ეს არის ბლეფი. ბლეფი. და რა შეიძლება იმას რომ მათ არის ოდნე აქამდე რომ ფასები კატასტროფულად იქნებოდა ეს ბლეფია ის რა არის ის არის ოდნე რა ხდებოდა ქვეყანაში აქედან გამომდინარე შვილო გამოსავალი არის პროტესტი მასიური ძალა ერთობაშია და გამარჯვება ჩვენია დიახ მადლობა დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს ძვირფას მაყურებლებს და რადიომსმენელებს ნათლისღებას ჩვენს ოჯახებს სიკეთე
ჯანმრთელობა არ მოჰკლებოდეს და ჩვენს ქვეყანას გაერთიანებას, წინსვლას და წარმატებას უსურვებ. შეგვეციოს ამ დღის მადლი თითოეულ ჩვენგანს. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და მორიგი ზარია ეთერში. გისმენთ? ხო, გამარჯობა. გამარჯობა. იცით რას გეტყვით? დიახ. ითქვეს რომ უნდა გაიაფთესო, მაგრამ უნდა შეიქმნას კომისია, სამთავრობო კომისია, დაიწყოს ყველაფერი და შემდეგ ალბათ ბიზნესმენებზე უნდა მოხდეს ზეწოლა. აი ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ქალბატონო. სპეციალური კომისია შეიქმნა უკვე და თითქოს ეს კომისია მუშაობს და იძიებს ფასების თემას. ხელისუფლებამ თქვა რომ დისტრიბუციის სფეროა ყველაზე მტკივნეული, ძვირდება დისტრიბუციის აი ამ შუამავალი კომპანიების მეშვეობით ფასები უსამართლოდო და აი რამდენიმე დღის წინ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და ამ კომისიას ჯერ ჩვენთვის საერთოდ არ მოუმართავსო, ასეთი რამ თქვა და რა გითხრათ აბა, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ის მაინც კარგია რომ დაინახეს ეს თემა და თქვეს რომ ასეა ნამდვილად. ადრე საერთოდ უარყოფდნენ და იმიტომ. ზარია გისმენთ? გამარჯობათ, ნატრიცხებას გილოცავთ უყველას, საქართველოს ნატრიცხებას გულოცავ, მრავალ დაესწრო ჩვენი ქვეყანა ჯამთელი, დღეგრძელი და ბედნიერი. მაგრამ ეხლა ამ სიამოვნო სიტყვების გარდა მე მინდა ვთქვა, რომ ეს კომისიები, ეს რაღაცა ისინი სხვადასხვა აქციები ჩვენი მთავრობის მხრიდან, ეს არის ბლეფი, ეს არის ტყუილი, ეს არის უბრალოდ ხალხისთვის ნაცრის თვალებში ნაცრის შეყრა, არაფერი რეალური არა, რა კომისია არის საჭირო. გაიარონ ქუჩებში, ნახონ ჩვენი მდგომარეობა, ნახონ რა ფასები არის და თავისი ჯიბით კი საზღვრავენ მათ რო აქვთ ხელფასები და შემოსავალი. არამედ ჩვენი მხრიდან დაინახონ ეს. მათთვის ყველაფერი არის დაპატარებული ფასებში მარტო იმიტომ რომ მათი ხელფასები გაიზარდა კიდე უზომო და კიდე იზრდება. ეს ერთი საკითხი. ახლა მეორე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს მერიას. დღეს გასვლა გარეთ უბრალოდ შეუძლებელია. ისეთი ტბორებია ყველგან, ისეთი თოვლჭყაფია და რაღაც არაფერი არ მუშაობს. არაფერი აბსოლუტურად ვერ გაინძრევი ქუჩებში. ფეხს ვერ დადგან ვერსად, იმიტომ რომ ჩაეფლობი მუხლამდე წყალში. აი მე მაინტერესებს იმის მაგივრად, რომ ჩვენი ძვირფასი მერია ფულს აკეთებდეს და პრემიებს იწევდეს, იქნება მანქანები შეესყიდა სპეციალურად, რომ გაეყნიდა ქუჩები და ჩვენ სიარული მაინც შეგვეძლოს ამ ქუჩებში, სხვა თუ არაფერი. ანუ ეს ყველაფერი ილია არის ბლეფი. ბლეფი არის მაგათი კომისიები, მათი ეს რაღაცა სამთავრობო აქციები, მათი ეს ფასების დაკლება, აგერ აქ თურმე დისტრიბუცია ყოფილა ეხლა უკვე პრობლემა, ხან ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, ხან მსოფლიოში ომი არის, ხან მსოფლიოში რაღაცა ხდება და რატომღაც არც ერთ ქვეყანაში ჩვენს გაბა რეაგირება არ ხდება ამაზე. ჩვენთან ხდება ყველაფერზე რეაგირება. კაცით რა გეხოცებით უკვე დავიღალეთ ამისგან. კარგად იყავით. საინტერესო იყო თქვენი სათქმელი. მე მინდა გითხრათ რა სახის პროპაგანდა წარმოებს ჩრდილოეთ კორეაში. ეს ჩაკეტილი კომუნისტური სახელმწიფოა, დიქტატორი მართავს ჩრდილოეთ კორეას და შეისწავლეს ახალი ამბები ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის, რას გადასცემს ეს ტელევიზია ძირითადად. ესე იგი, მხოლოდ კარგი ამბები შუქდება, რომ ჩრდილოეთ კორეა ყვავის, ეკონომიკა იზრდება, ხალხი კარგად ცხოვრობს, საერთაშორისო თვალსაზრისით რა ხდება და რას აშუქებენ. რომ ესე იგი, მსოფლიოში მხოლოდ ომებია, მხოლოდ ძალადობრივი აქციები დაპირისპირება, ეკონომიკური სიდუხჭირეა, აჩვენებენ აფრიკის და სხვადასხვა ღარიბი ქვეყნების კადრებს, სადაც მშიერი ბავშვები დახმარებას ითხოვენ. მხოლოდ ეს შუქდება დანარჩენი მსოფლიოს შესახებ და მხოლოდ ეს შუქდება შიდა ვითარების შესახებ ჩრდილოეთ კორეაში, დიქტატორულ სახელმწიფოში. და აი ახლა რომ გადავხედოთ ზოგიერთ სამთავრობო არხს საქართველოში, ძალიან გული მწყდება მე ამას რომ ვამბობ ჩემს ქვეყანაში. ეს არ უნდა გვაკადრონ ჩვენ, არ უნდა გაგვასრულონ და მოგვატყუონ ასე. არ უნდა გქონდეთ ქართულ ხალხზე ასეთი დაბალი წარმოდგენა. რომ გვატყუებდნენ დღე-და-ღამე, რომ ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა მიფრინავს, ფასები იკლებს, ვის ატყუებენ? ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაღაზიაშიც დავდივართ, აფთიაქშიც, ბანკშიც,
მანქანებიც ყავთ ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს და ყოველდღე ჯარიმებს უწერენ, ყოველდღე უსამართლო ფასებთან გვიწევს გამკლავება, ამ კომუნალურებს ვეღარ იხდის ხალხი ცივი ზამთრის პირობებში და წინა გადაცემაში თქვი რომ აი ჩვენ დაგვირეკეს რამდენიმე ადამიანი მთელი დღე ჩაწოლილი ვარ რომ არ ჩავრთო კომუნალური ხარჯები დავზოგო ასეთ რაღაცას გვეუბნებოდნენ ადამიანები და კი ალბათ მასიურად ეს არ ხდება ყველა ასეთი არ არის ყველას არ უჭირს მაგრამ განსაკუთრებით უჭირთ პენსიონერებს განსაკუთრებით უჭირთ უბრალოდ დასაქმებულ ახალგაზრდებს მაღაზიათა ქსელებში თუ სხვადასხვა სამსახურებში რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ხელფასი და ეს არის სამწუხაროდ უმრავლესობას უჭირს დღეს ცხოვრება და გვიძვირდება ცხოვრება და მივესალმებით იმას თუ ხელისუფლების კომისია ფასებს გააიაფებს მაგრამ ნუ ვარ გვატყუებთ კაცო რომ უკვე გაიაფთა ყველაფერი და უკვე ყველაფერი დაალაგდა ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა მისმენთ თქვენ გისმენთ დიახ ეთერში ხართ კი გილოცავ ნაცნობები მეც გილოცავ მე და პრეფერენციას სამოსოს გადაიცა სულ საკაცონი მადლობა ია სტატენი რო აი ხო ისახია რო ისა რო ფასები რამოდენმე სამი კვირის წინ იყოს ორი კვირის წინ თუ ერთში აღარ მოხდა გამოდიოდა და ისახია რო აი ფასები უნდა დავაგო თუ ეხლა მისცენო ისა გაძვირებული იყო და ეხლა მისცენ იცი რა თქმა უნდა ეს დემე თაფები ესა აი რასაც აშურება ჩვენი მთავრობა რასაც აშურებიან ორო გადაფარო თავიანთ სოდები ვისაც რა გაკეთებული რომ მით აი ეხლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დავაიაბოდო არაფერი არაფერი თუ მით ხალხზე ზრუნავე მე ასე მესმის კი რომ აი ჩემი აზრი კი მე გეთანხმები პოზიცია ეს ამდა მაინც ვერ აქტებია თქვენთვის არ ეცერა ლაპარაკო გამოსვლებით ანუ სუპერმარკეტებში რაფასებია ერთეულებს უბრალოდ ჯიბეში და მაღაზიების სუპერმარკეტ ყველას მისცეს მაგრამ გელეხობა სა 500 ლარი რო არის პენსია ისა 500 ლარი რო არის პენსია 500 ლარი და აფთიაქებში რო წამლებიაო და სოციალურ დაუცველები რო არიან და მიხედვა რომ უნდა პენსიონერი რაში უნდა იყოს ადამიანი ყოველდღიურად თუნდა აი გადი ბაზარში ხოჩი რაღაც პროდუქტი ქევზე ნებისმიერი ავიღოთ ყველაფერი ჰიგიენის ჰიგიენის მომხმარების საკუთრებები რაღაცა სამედიცინო აი თუ ეხლა ხვდები აქამდე ვერ მოვხდენოდა ეს გაძვირებული ყველაფერი ადამიანზე აისახება შევა 15000 გა 12000 გა და გლეს და ეს 1500 მაინც ყოველამის 1200 ეს მინიმუმ მაინც არის როგორ უნდა იარსებოს ადამიანი იმიტომ არიან გარბიან ის საზოგადოების იმითო გარბიან აქ ვერაფერს ვერ აკეთებენ რა ზოგ შვილები ყავს სტუდენტები ყავს ზოგ ვალებია ბანკისა ზოგ იგრე ვალებია რის რა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი ხდება მე რასაც ვფიქრობ იმია დამეცახებო გადასაფადებს ყველაფრისა დიდი მადლობა გეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებაში სხვათა შორის ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიაყენა არაბული ქალაქების საკითხმა თვითონ თავიანთი მომხრეებიც კი განუდგნენ და შეეწინააღმდეგნენ ამ არაბულ ქალაქებს და აქედან გამომდინარე ახლა ეს რეპუტაციული ზიანი რომ რაღაცნაირად გამოისყიდონ შემოიტანეს თემა ფასების გაიაფების შესახებ. რატომაც არა თუ რეალური შედეგი დადგება, გაგვიხარდება, მაგრამ ნახოთ, ნახოთ, დაველოდოთ. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. მეც გილოცავ, ცოტა ხმამაღლა ძალიან გთხოვთ, კარგად არ ისმის. საქმე რაშია საქმე იმათია რომ თავრობას გეგმის გზობა არ გააჩნია უბრალოდ არ გააჩნია ის ვიღაცა რომელიმე მინისტრია ლაბორატორიის პარმიების სამსახურის კენტრონი რომელიც წარმატებული ამ სეგმენტში არ ეწევა პასუხი არ ეწევა იმას პასუხი რატომ ის და არ იღება შესაბამისი ზონები ის განმოსახულებლად სიმართლის საკუთრებად. წინა გამოსვლელს ყოველთვის უძებია დიდი მადლობა თქვენ, იცით რა, ნაწილობრივ გავიგეთ სათქმელი, რომ აი სათანადო პასუხისმგებელ პირებს არ მოსთხოვეს არასდროს პასუხი და ამაშია პრობლემაო თქვენ ამბობთ, რომ დაუსჯელობა და ხელშეუხებლობაა და ყველა რასაც უნდა იმას აკეთებს. გავიგეთ, მადლობა, მაგრამ ცუდად ისმოდა ჯამში. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. თქვენს გილოცავთ. ეხლა მომისმინეთ შვილო. დიახ. მე ვარ დიაბეტიკი. დიაბეტიკი, შვილო და
თიოგამა არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელიც შემოდის გერმანიიდან და ღირს 52 ლარი ერთი თვიცა და არ უშვებს ეს გერმანიიდან ვისაც შემოაქვს, ალბათ არ უშვებს, რომ თურქეთისაც შემოვიდეს. თურქეთიდან შემოსული ერთი თვისა სვილო ღირს, ესე იგი რამდენი 12 ლარი რომ შემოვიდეს. ეხლა ის ჩემი კლასილია ერთი ქალბატონო დეტალებში ნუ შეხვალთ გთხოვთ დრო ცოტა გვაქვს გაიაფდა თუ გაძვირდა ბოლო დროს ფასები არა არ შემოდის თურქეთისა თიოგამა და იქნება დაგვეხმაროთ და თურქეთისა შემოვიდეს სვილო თურქეთის თიოგამა და კიდევ სვილო ერთი წუთი იანუმეტი 50,000-იანი ვერ არ არის შემოსული თურქეთისა რა ხდება დეფიციტია სვილო დაგვეხმარეთ თიოგამაზე მაინც დაგვეხმარეთ რა რომ მიუმართოთ ამ ეთერიდან ქალბატონო სააფთიაქო ქსელებს რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით შეისწავლონ ეს თემა და შემოიტანონ ის მედიკამენტები იქნებათ თურქეთიდან გნებავთ სხვა ქვეყნებიდან მისაღებ ფასად ადამიანებისთვის მიუმართავთ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე ზარია კვლავ გამარჯობა დაიწყეთ გთხოვთ მე თქვენ ხართ ისევ დაასრულეთ ქალბატონო აი მე არ დამისრულებია მე მაინტერესებს რატო ხდება ასე უსამართლოდ თბილისელ პენსიონერებს შაღავათი აქვთ და ქუთაისელებს არა თბილისელები იხდიან 60 თეთრს ქუთაისელები 20 თეთრს რატო გეთანხმებით კეთილი მადლობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს შეღავათები როგორც თბილისშია შეღავათები პენსიონერებისთვის ანალოგიური შეღავათით რეგიონებშიც უნდა ისარგებლონ, ჩემი აზრია ეს და ამაში მოგყვებით დიდი პატივისცემით. ბოლო დროს ხელისუფლების მხარდამჭერები, ცნობილი სახეები ინტერნეტში წერენ, რომ ფასები უკვე გაიაფდა. თქვენ რა სიტყვით გადავამოწმოთ, მოდი პირდაპირ ეთერში ეს თემა და გვიპასუხეთ, რეალურად გაიაფდა თუ გაძვირდა სინამდვილეში ფასები, თამბაქო გაძვირდა, კარგით თამბაქოს დავანებოთ თავი, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. კვერცხი გაძვირდა, სხვადასხვა პროდუქტებზე გვხვდება ყოველდღიურად ახალი ფასები. უკეთესობისკენ სამწუხაროდ ვერ ვამჩნევთ ვერაფერს, თორემ ვისურვებდით, ბუნებრივია ვისურვებდით, რომ იაფდებოდეს ფასები. ტელერადიო კომპანია ობიექტივია ეთერში, ინტერაქტივი სრულდება, რამდენიმე წუთი დაგვრჩა, მაგრამ ერთს არს კიდევ მოვასწრებთ, ვფიქრობ. ჩვენი ინტერნეტ გვერდები არ დაგავიწყდეთ, Facebook-ში გამოიწერეთ ობიექტივი ქართული ასოებით, YouTube-ზე ანალოგიურად ობიექტივი. და დანარჩენ სხვადასხვა ქსელებშიც ქართული ასოებით ობიექტივი მოძებნეთ და გამოიწერეთ, ბევრ საინტერესო სიახლეს მიიღებთ. ზარია ეთერში კვლავ, გისმენთ? დაიწყეთ გთხოვთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? კარგით, რა გაეწყობა? გაითიშა. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით გილოცავთ ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს ნათლისღებას. შევაჯამოთ გადაცემა, მოკლედ არც ერთი ზარის ავტორი არ გამოსულა ვთქვათ განცხადებით, რომ უკვე რაიმე გაიაფდა. ცვლილება არ არსებობს უკეთესობისკენ სამწუხაროდ ეს გვაჩვენა დღევანდელმა გადაცემამ. მივიღეთ არაერთი საინტერესო ზარი ეთერში, რისთვისაც მადლობა თქვენ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს, ახლა ნინო მიქიაშვილი იწყებს საავტორო გადაცემას მემკვიდრეობა, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. ნახვამდის.